მევწრიალდები. რატომ მოვწრიალდე? ჩემს უკან არის ახლა ყველაზე დიდი ციხესიმაგრე საქართველოში. თან ისეთი ციხესიმაგრე, რისის დაპყრობა არსად არ არის დადასტურებული. და უკეთესად გიორგი მოგვიყვება ამაზე, როგორც ნამდვილი აქაური მაცხოვრებელი. მთოგველი. თმოგველი. თმოგველი. თმოგვის ციხე მე-9 საუკუნეში გაშენდა და თმოგვის ციხეს მთავარი ფუნქცია იყო აბრეშუმის გზის და ამ ხეობის კონტროლი. რადგან ეს ხეობა იყო ჩამკეტი დანარჩენი საქართველოსთვის, რადგან მტერს შემდგომ გზა აღარ გაიგრძელებინა. თმოგვის ციხე მართლაც რომ ყველაზე დიდი ციხესიმაგრეა, ახლა უბრალოდ აღდგენა ესაჭიროება და ძალიან დიდი ნაწილი ამდენი შემოსევების თუ მიწისძვრების შედეგად მიწისქვეშ არის მოქცეული. 12 მონასტერი იყო ამ ციხესიმაგრეზე და დალში ეს ციტადელია, რაც არის დარჩენილი, დაბლა კიდე ქალაქი იყო. თმოგვის ციხე სხვადასხვა არისტოკრატიულ გვარებს ეკუთვნოდა, ფანასკერტელებს, თმოგველებს, ჯაყელებსაც ერთ პერიოდში და სულ იცვლებოდა თმოგვის ციხის მართველი გვარები, რადგან თმოგვის ციხის მართვა ასევე ამ რეგიონის მართვას უდრიდა რა. რაბათის ციხემდე და სხვა ციხეებამდე ცენტრალური ციხე ეს იყო. იყო შიდა დაპირისპირებები ქართულ არისტოკრატიულ გვარებს შორის ამ ციხის გამო. მაგალითად ჯაყელებს და თმოგველებს შორის არის დაპირისპირებები. და მუდამ მესხური არისტოკრატია მუდამ ცდილობდა თმოგვის ციხის კონტროლს, რადგან თმოგვის ციხის კონტროლი მთელი მესხეთის კონტროლს უდრიდა. გამოიწერეთ ჩემი გვერდი და ერთად აღმოვაჩინოთ სამცხე-ჯავახეთი.